ესე იგი, რა ვთქვით? დედაპლატა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც მოთავსებულია ან უერთდება ყველა სხვა დანარჩენი კომპონენტი. ანუ ყველა სხვა დანარჩენი კომპიუტერის კომპონენტები თავს იყრიან დედაპლატაზე. ანუ მოთავსებულია Z პროცესორი, აი ამ ადგილზე, ოპერატიული, აი აქ ამ სლოტებში, ვიდეო კარტა, აი აქ PCI Express სლოტში და ვთქვათ მაგალითად დისკის წამკითხავი ან ვინჩესტერი უერთდება SATA პორტებით, სპეციალური შლეიფებით. ანუ ესე იგი კავშირს ახდენს დედაპლატა სხვა დანარჩენ კომპონენტებთან და დედაპლატაზე ხდება მოკლედ ინფორმაციის გაცვლა. ანუ დედაპლატის ფუნქცია არის მაკავშირებლის ფუნქცია, რომელიც ესე იგი, რომლის საშუალებითაც ყველა კომპონენტი ერთმანეთს უკავშირდება. კი ბატონო, ეხლა რა მაინტერესებს? თვითონ დედაპლატებს შორის რა განსხვავებებია? შეიძლება ესე ითქვას. რომელ სოკეტზე მუშაობს AMD-ა თუ Intel-ი, ხო, ანუ ჯერ ნახეთ კი ბატონო, რომელ წარმოებლებისთვის არის განკუთვნილი AMD-ის პროცესორებისთვის თუ Intel-ის პროცესორებისთვის. შემდეგ უკვე ვიწყებთ სოკეტზე. კი ბატონო, ჯერ AMD-ის სოკეტზეა თუ Intel-ისაზე, კი ბატონო, შეიძლება ესე ითქვას. სოკეტის ორი ის არის, ხო, AMD და Intel, ხო მას? კი, ორი ძირითადი მწარმოებელია პროცესორის, ეს არის AMD და ეს არის Intel-ი. კი ბატონო, შემდეგ ვთქვათ ავირჩიეთ რომელიმე კონკრეტული სოკეტი, ან Intel-ი ან AMD. ამის შემდეგ რა ხდება უკვე? წარმოებლები, ვთქვათ, კომპიუტერს ვაწყობ AMD-ის პროცესორზე ან Intel-ის პროცესორზე. შემდეგ რა ხდება? უნდა გავიგოთ DDR რა არის, ამ DDR3-ია. არა, მანამდე ჯერ პროცესორებზეა საუბარი. ნახეთ, პროცესორებზეა საუბარი. ჩვენ ხო ვიცით, რომ Intel-ის და AMD-ის პროცესორები სოკეტებად იყოფა, ანუ განსხვავდებიან სხვადასხვა სოკეტებით. Intel-ის სოკეტები რომელია, რა გახსენდებათ Intel-ის სოკეტები? 775, 1150. აი ნახეთ, ეს ყველაზე კარგად ჩანს, ჩვენ გავარჩიეთ ესეთი რაღაცა, Alta საიტი, ხო? თუ გახსოვთ, იქ კულერზე რომ ნახეთ, ახლა უფრო კარგად აქ შეიძლება გამოჩნდეს ეს ყველაფერი. აი აქ არის ესეთი რაღაცა კულერები. აი თუ გახსოვთ ჩვენ ერთ-ერთი კულერი ავირჩიეთ მაგალითად აი ეს კულერი. რომ აი კულერებზე რო გავარჩიეთ, აი ნახეთ, სოკეტები იწყება 775-დან ეს Intel-ის სოკეტია 1155, 56, 1150, 1366, 2011. ეს იყო Intel-ის სოკეტები. ან ეს რიცხვები რას ნიშნავდა? ალბათ თუ გახსოვთ. ეს ჩამოთვლილი რიცხვები რას ნიშნავდა პროცესორისთვის? პროცესორს რამდენი ფეხია? ხო, ანუ პროცესორს რამდენი, აი ეს უხეშად რო განმარტოთ, პროცესორს რამდენი ფეხი აქვს, ხო? აი ნახეთ, ეს რიცხვები ნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ აი პროცესორს რამდენი ფეხი აქვს აი აქ. აი ხა ამაზე თუ დავითვლით, თქვათ, შეიძლება იყოს ეს რომელი სოკეტის არის? ახალი სოკეტია ყოველ შემთხვევაში, ვთქვათ, 2011, ხო, თუ დავითვლით, ეს 2011 ცალი იქნება ეს ოქროსფერი რაღაცა. 1155 სოკეტია, 1155 ცალი იქნება და ასე შემდეგ. ეს რასთან არის კავშირში, რასთან და დედაპლატაზე, მაგალითად, აი აქ იგივე რაოდენობის კონტაქტური ის უნდა იყოს ფეხი, ასე ვთქვათ, ხო? რაც აქვს პროცესორს აი აქ სურათზე, იმდენივე უნდა ქონდეს დედაპლატას აი აქ, შიგნით აი ამ პლატაში. რომ ერთმანეთთან მოხდეს ესე იგი კონტაქტი და კავშირი, ანუ ასე ვთქვათ, თუ ეს არის 775 სოკეტის დედაპლატა, 775-ვე სოკეტის პროცესორი უნდა იყოს Z განთავსებული. ხო, ეს არის ესე იგი, საიდან წამოვიდა ეს შეკითხვა, რომ დედაპლატები გარდა იმისა, რომ თუ რომელი წარმოებლის პროცესორისთვის მუშაობს, მაგალითად Intel-ისთვის თუ AMD-ისთვის, მეორე განსხვავება იყო, რომ თვითონ სოკეტებს შორის იყო სხვაობა, ანუ Intel-ის, თქვათ, მუშაობს Intel-ის პროცესორზე, ხო, ეს დედაპლატა. შესაბამისად, Intel-ის
რომელ სოკეტზე მუშაობს უკვე ეს უნდა იყოს განსაზღვრული, ხო? აი ამ სოკეტებიდან რომელიმეზე თუ მუშაობს. ეხლა 775 თქვით რომ როგორი სოკეტია? მოძველებული ხო მას? ძველია, ძველი სოკეტია. Ну, ეს იმდენად ძველი სოკეტია, რომ მაღაზიებში თქო, ჩვენ ესე ძალიან მარტივად განმარტეთ, რომ მაღაზიებშიც რომ იკითხო თქვა. მეორადებში შეიძლება ხო, იყოს. თუ დაგვიზიანდა თქვა ეს პლატა დავსვით დიაგნოზი, რომ გამოსაცვლელია, მაღაზიებში ახლა რომ მიხვიდე ვერ იყიდი, იმიტომ რომ აღარ იწარმოება. ანუ სადღაც მეორადებში და ასე შემდეგ. ესე ძალიან მარტივ ენაზე რომ ვისაუბროთ. 1155 და 56 არის მოძველებული სოკეტები. Pro ახალი სოკეტია 1150, 1151 და ასე შემდეგ. ესენი, ну, ეს არის ყოველ შემთხვევაში ეს არის Intel-ის სოკეტები, რაც აქ არის ჩამოთვლილი. ასევე თუ შევარჩევთ დედაპლატას, რომელიც AMD-ის პროცესორზე მუშაობს, მაშინ აგერ AMD-ის სოკეტებია მოცემული FM1, FM2, ესენი ძველი სოკეტებია თუ არ ვცდები. AM3, AM3 პლუსი უფრო ახალი სოკეტია და ასე შემდეგ. აი ესენი უკვე არის Intel-ის სოკეტები. თუმცა ესენიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ანუ როგორც ესენი იყვნენ არათავსებადი ერთმანეთის მიმართ, ანუ რას ნიშნავდა არათავსებადობა, რომ თუ დედაპლატა მუშაობს რომელიღაც აი ამ კონკრეტულ სოკეტზე, ამავე სოკეტის პროცესორი უნდა იყოს. მუშაობს სხვაზე, ხო? ხო, ასევე რომ AMD-ის პროცესორიცაც აი ეს AMD-ის სოკეტებიც არათავსებადია, ანუ მაგალითად AM3-ს რო ავიღოთ, ხო, რაღაც რაოდენობის ფეხი აქვს, რაღაც 900, რაღაც 97 ფეხი სიტყვაზე ვთქვათ, ხო? როგორც Intel-ს. უბრალოდ დასახელება აქვს ესეთი AM2, AM3 და ასე შემდეგ. ნაკედან გამომდინარე, ესენიც არათავსებადი არიან ერთმანეთის მიმართ. აი ეს განსხვავებები არის, ასე ვთქვათ, დედაპლატებში. რომ პირველი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომელ ასე ვთქვათ, წარმოებლის პროცესორზე მუშაობს, მეორე რომელ სოკეტზე მუშაობს. კიდევ რა კრიტერიუმებით ვარჩევდით აბა რა ვინც რა შეუძლია თქვას. აი შევარჩიე მაგალითად, აი მოდი მივყვეთ ესეთ რაღაცას, რომ შევარჩიეთ დედაპლატა, რომელიც არის Intel-ზე მომუშავე და შევარჩიეთ რომელიც მუშაობს 1150 სოკეტზე. ამის შემდეგ რა ხდება, აბა? მე ვარ გქოთ, ხო? წეგარო თქვი ამ DDR რომელი არის, ანუ რამი. Ну, შეიძლება კი ბატონო, ეგ თქვათ, აი 775 სოკეტის დედაპლატები არის ისეთი, რომელიც მაგალითად მუშაობენ როგორც მაგალითად DDR2-ზე, ისე DDR3-ზე. კი ბატონო, არის ეგეთი. იმიტომ რომ შეიძლება სოკეტი ერთნაირი იყოს, მაგალითად 775 სოკეტი იყოს, მაგრამ იყოს დედაპლატა, რომელიც DDR2-ზე მუშაობს, იყოს დედაპლატა, რომელიც DDR3-ზე მუშაობს. კი, ეგეც შეიძლება კი ბატონო. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. კი ბატონო. მაგალითად დევს რამი რა? ხო. DDR4 თქვათ, რაღაც რამი დევს რა, ანუ 800 რაღაც ის ხაფე თუ რაღაც და ამოვიტანე რა და სხვა რამი ჩავდე ისევ DDR4 2. ხო შეიძლება ეგეთი რაღაცა? ანუ კლიანად რო შევცვალო ორივე. თუ არასწორად დავსვი. ანუ აი მაგალითად აი ამ დედაპლატაზე დევს ერთ თქვა DDR4-ის ოპერატიული მეხსიერება. კი ბატონო. მერე ამოვიღე და სხვა ჩასვი? ამოვიღე და ჩავსვი DDR4-ის 16 გიგაბაიტიანი რა. ეს 4 გიგაბაიტიანი იყო, 16-იანი ჩავსვი. კი. 2. შეუძლია რა დედაპლატას 32 გიგაბაიტი რა. ხო, კი ბატონო. ხო შეიძლება ეგეთი რაღაცა რამე დარღვევაც ხო არ? არა, რა თქმა უნდა, შენ გაძლიერება მოახდინე ესე იგი, ხო? ანუ აი ზუსტად ეგ უნდა გვეთქვა კიდე რომ ესე იგი კი ბატონო შევარჩიეთ რომ თქვა DDR2-ზე მუშაობს თუ DDR3-ზე გასაგებია ეს რატო არის მნიშვნელოვანი აი მაგალითად ერთი წამით აი მაგალითად ნახეთ დავსვით დიაგნოზი რომ დედაპლატა არის დაზიანებული და ვთქვით რომ 775 სოკეტზე მუშაობს უნდა შევცვალო მოვიტანო ახალი დედაპლატა და მოვიტანე 775 სოკეტის დედაპლატა იგივე. ანუ რა შეიძლება რამეში ვცდებოდე ამ შემთხვევაში, აი ესეთ დავსვავ კითხვას. გავიგეთ კითხვის შინაარსი? აი მაგალითად კომპიუტერზე დავსვი დიაგნოზი რომ დედაპლატა არის დაზიანებული. მუშაობს მაგალითად 775 სოკეტზე. ეს დედაპლატა ამოვიღე, რა თქმა უნდა, დავშალი კომპიუტერი ამოვიღე დედაპლატა და უნდა მოვიტანო ახალი.
წავედი და მოვიტანე 775-ის სოკეტის დედაპლატა, იგივე სოკეტის. რამე შეცდომას უშვებ კიდე რამის გათვალისწინება მჭირდება კიდევ თუ არა, ჩვეულებრივი პროცესორი წავიდაზე და ჩვეულებრივ იმუშავებს. ხო, მაგრამ კიდე რისი გათვალისწინება დამჭირდება თუ აღარაფრის მეტი რამდენი ოპერაციული რამის აღთქმა შეუძლია. კი ბატონო, ეგ რამდენი ოპერატიული სახქმა შეუძლია, კი, მართალი ხარ. თქვათ, შეიძლება 4-ზე ჩემი დედაპლატა მუშაობდა, შეიძლება 12 გიგაბაიტზე და ეხლა რომელიც მოვიტანე შეიძლება მუშაობს 4-ზე ან 8-ზე. მიხდი, ეს ერთი ვარიანტი. მეორე, კიდე რა შეიძლება გავითვალისწინო? რამდენ მეგაჰერცებზე მუშაობს? რამდენ მეგაჰერცებზე მუშაობს კი ბატონო, შეიძლება ეგეც. შეიძლება ჩემი დედაპლატა რომელიც მე ვქა დამიზიანდა მუშაობდა რაღაც 1600 მეგაჰერცზე და ეხლა მოვიტანე. ნუ ზუსტად ერთ-ერთი ისეთი უნდა იყავოთ. ხო, ეგ მაგის გათვალისწინება დამჭირდება. თუ პირიქით უკეთესს მოვიტან, მაგალითად, ჩემი თუ მუშაობდა 800 მეგაჰერცზე და მოვიტან 1600-იანს, მაგით არაფერი არ დაშავდე, მაგრამ პირიქით თუ მოხდა აი 800 ჰერცზე იმუშავებს, მაგრამ პირიქით თუ მოხდა სიტყვაზე რომ მე 1600 მეგაჰერციანი ოპერატიულები მაქვს და 800 მეგაჰერცის გამტარობის დედაპლატა მოვიტანე, პირიქით ხო უარესია დავაზიანებ. ანუ სიჩქარეს დაუვი. იმუშავებს ხო კარგად. მუშაობით იმუშავებს, მაგრამ უბრალოდ ის სიჩქარეები და ის ის რესურსები რაც ქონა ჩემს ოპერატიულ მეხსიერებას ვერ ვიყენებ ხო დედაპლატის გამო. ერთი მაგის გათვალისწინება კიდე პირველ რიგში სანამ მაგას დავიწყებდეთ მეგაჰერცებზე და ახმაზე, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ რომ DDR2-ზე მუშაობს თუ DDR3-ზე. წეხან არა ვთქვით? ეს თუ არ გავითვალისწინე მე რა აზრი აქვს დანარჩენ მეგაჰერცებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ 775-ის და ასე შემდეგ ზოგადად დედაპლატები მუშაობენ როგორც DDR2-ზე, DDR3-ზე და ასე ეს უნდა გავითვალისწინოთ პირველი. მერე უკვე რამდენ მეგაჰერცა, რამდენ გიგაბაიტს ხედავს და მერე პლუს რამდენ მეგაჰერცზე მუშაობს. კი ბატონო. ესეც შეიძლება, რა თქმა უნდა. კარგი. კიდევ კი რა შეიძლება ვიხემძღვანელოთ ახლა კიდე მაგალითად დედაპლატის შერჩევისას. ესენი რაც ჩამოვთვალეთ კი, ის რომ რომელიმე თქვათ ავირჩიე რომ მე ინტელზე მომუშავე დედაპლატა მინდა, ავირჩიე კონკრეტული სოკეტი და ამის შემდეგ უნდა გავითვალისწინო რომ რამდენ გიგაბაიტ დედაპლატა ოპერატიულს ხედავს და რამდენ მეგაჰერცზე მუშაობს, ესეც უნდა გავითვალისწინო. და დანარჩენი უკვე აი აქ ახლა ეს არის SATA პორტები, რომელზედაც ასე ვთქვათ. ვაერთებთ აი დისკს წამკიცხს და მყარ დისკს. PCI Express-ის სლოტი, სადაც ვიდეო კარტა შეგვიძლია მოვათავსოთ, ან სხვა დანარჩენი კომპონენტები, თუ გნებავთ ქსელის კარტაც. და მთავარი კვება. ეს რა ღირს კონკრეტულად ეს რაღაც ანუ პრაც ფოტოში გვაქვს. ეს დედაპლატა ღირს აგერ გეიმინგის ის არის. 700 რაღაცა ლარი ღირს, კი ბატონო. ეს არის აი ხა გავარჩიოთ, აი მაგერ ესე Asus-ის ბრენდია. აი 1151-ზე ახალი სოკეტია DDR4-ზე მომუშავე. ანუ ამაზე DDR3-ის ოპერატიულებს ვერ დავსვავთ ვერანაირად. ხო, ხო, ჭრილებს. და ესე იგი რამდენ მეგაჰერცზე მუშაობს? აგერ აი 4266 მეგაჰერცზე მუშაობს შეუძლია აგერ. ანუ 4000 რაღაც მეგაჰერცებზე. ანუ ახალი დედაპლატა. 128 გიგაბაიტი. 128 გიგაბაიტიანია. კი ბატონო. და აგერ პროცესორის მხარდაჭერა აქვს 11-ის მე-9 და მე-8 სერიების. დანარჩენი აი თვითონ დედაპლატაზე ვხედავთ. USB 2-დან 0-ის, USB 3-დან 0-ის 4 პორტი აქვს. ნუ აგერ რამდენი კონექტორი აქვს 1000 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძირითადად ეს მახასიათებლები არის აი აქ მოცემული. აი რაღაცა. ხო, ანუ აი აქ თვითონ ვიზუალურადაც ხედავთ თუ რა გაფართოების დედაპლატაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ესაც შეეხებოდა ასე ვთქვათ დედაპლატას. რომ აგერ 4 სლოტი აქვს და აქედან გამომდინარე 4-ვეზე ნუ 128 თუ არის, მაშინ შეგვიძლია აი აქ გიგაბაიტები, ნუ 8 რო დავსვათ, საკმარისი, ნუ ყოველ შემთხვევაში
გეიმინგისთვის სრულიად საკმარისი იქნება რა ასე. 4 ვერ ვარო დავსვათ. ხო, 32 გიგაბაიტი იქნება და ერთიცა მგონი ერთიც არსებობს 32 გიგაბაიტი. ხო, ნუ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 32 გიგაბაიტი ოპერატიული, რა ვიცი, მე მგონი საკმარისი იქნება ნებისმიერ თამაშისთვის ალბათ. თუ სხვა კომპონენტებიც თანხმედრაში იქნებიან, რომ აი მაგალითად i7-ის პროცესორი იქნება ახალი თაობის და ვიდეო კარტაც ახალი თაობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგით, ეს რაც შეეხებოდა პროცესორ დედაპლატას, ეს განსხვავებები მინიმუმ უნდა ვიცოდეთ. შემდეგი იყო პროცესორი და პროცესორზე რა შეიძლება ვთქვათ? ანუ დედაპლატის ფუნქცია თუ ის არის, რომ ერთმანეთს დააკავშიროს მაგალითად სხვადასხვა კომპონენტები და იქ დედაპლატაზე მოხდეს თავისთავად ამ კომპონენტების ერთმანეთთან კავშირი და ინფორმაციის გაცვლა. პროცესორისთვის აი რა არის თავარი ფუნქცია, რა არის პროცესორი? შეიძლება ესე ითქვას, როგორ იტყოდით, რომ რა არის კომპიუტერის პროცესორი? ეს არის რა? გამომთვლელი. კომპიუტერის ტვინი, რომელიც ასრულებს გამოთვლებს და სადაც ხდება ინფორმაციის დამუშავება. ყველაფერს, ანუ აღიქვამს ყველაფერს რა, ანუ დამუშავება და ინფორმაციის დამუშავება ხდება პროცესორში, ანუ წარმოადგენს კომპიუტერის ტვინს. და რა ვთქვით ჩვენ, როგორ ხდება ინფორმაციის დამუშავება თქო, აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს ინფორმაციის დამუშავება და გამოთვლების ჩატარება, რას გულისხმობს, ანუ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს? რას ვეძახით ინფორმაციის დამუშავებას? ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეს არისო რაო? რაღაცი ორობითი სისტემაა, ხო ვთქვით ეს ჩვენ? ანუ ყველაფერს აღიქვამს, ანუ დაამუშავებს ორობით სისტემაში, ანუ 0-სა და 1-ში. 0-სა და 1-ში, როგორ? ანუ ჩვენ რო რაღაცა თქვა, თუნდაც აი კლავიატურაზე ავკრიბეთ რაღაცა ტექსტი, ხო? ამას კომპიუტერი დაამუშავებს 7-0 და მე 1-2 უნდა. ეგ არა, 7-0 და არა, ეგ 7-0-ზე არ არის საუბარი, შეხედეთ. აი აქ მე გეუბნებით, რომ მოდი აქ. აი შეხედეთ, მოდი ახალ ნოტბედს გავხსნი. აქ 7-0-ზე კი არ არის საუბარი, მე იმიტომ გითხარით, რომ ზოგადად არის კომპიუტერმა იცის ორი რაღაცა. აი ნახეთ. 0 და 1. აი ეს. ესე იგი ჩვენ ვთქვით, რომ პროცესორმა იცის მხოლოდ 0 და 1 რა, კომპიუტერმა ასე ვთქვათ. ანუ ყველა ინფორმაცია სამუშაობს ამ 0-სა და 1 შორის, ამიტომ ქვია ორობითი სისტემა რა. აი ამას. მაგალითად, ჩვენ მაშინ დავწერეთ, რომ 7-0 და 1-1-იანიო, ზოგადად არის ესეთი რაღაცა. 8 ბიტი, ეს არის 8 ბიტი, ნახეთ, 1 2 3 4 5 6 7 8. და 1 2 3 4 5 6 7 8. აი ამ ყველა 0-დან ყველა 1-მდე კომბინაციები ხდება რა, ამ ასე ვთქვათ, აი ამ ორ ციფრ შორის. ანუ ეს არის 1 ბაიტი. 8 ბიტი არის 1 ბაიტი. ანუ ნახეთ. თითოეული ეს ციფრი არის 1 ბიტი. 1 ბიტი. და 8 ბიტი უდრის 1 ბაიტს. ანუ ესე ჩაიწერება ლათინურად, რომ 8 ბიტი, ანუ 1 პატარა b ესე ითვლება, რომ 1 დიდი ესე ბაიტი. ეს ბიტია, ეს ბაიტია. ხო და ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ იქ მაგალითად ვთქვათ, მე რა დავწერე, რომ ეს ერთიანი, ახლა ამ შემთხვევაში რომ მე ერთიანი დავწერე, აი ეს. ეს არის 10 ბიტში ჩაწერილი. მაგრამ 2 ბიტში ეს ნიშნავს თქო 7 0-იანს და 1 1-იანს.
ორიანი მაგალითად ესეც 10 ბიტში ჩაწერილია, ხა 2 ხო არ იცის კომპიუტერმა 0-სა და 1 შორის ამას შორის კომბინაცია ხდება, ხო? 2 არის. ამიტომ ეს 2 არის ესეთი რაღაცა. აი ესეთი კომბინაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს საიდან მიიღება? ამას მე ჩვენ ვისწავლით, როცა გადავალთ ამას ქსელებში ვისწავლით, როცა გადავალთ იქ ქვექსელებად დაყოფაზე და ასე შემდეგ, მანამდე ეს უნდა ვისწავლოთ რა. 2 ბიტიდან 10 ბიტში გადაყვანა და 10 ბიტიდან 2 ბიტში გადაყვანა, მაგრამ ეს გითხარით მე ზოგადი ინფორმაციისთვის, რომ პროცესორში მუშავდება ინფორმაცია 2 ბიტ სისტემაში 0 და 1, აი ესეთი რაღაცა, აი ესეთ რაღაც კომბინაციებად იშლება ყველა ნებისმიერი ინფორმაცია. თვითონ ეს რიცხვიც კი ითქო ერთიანი, რომელიც ახლა ასეთ ჩაწერაში 10 ბიტს იგულისხმება, 2 ბიტში იქნება ესე თქო, ანუ ყველა ინფორმაცია აი ესე დაიშლება 0-სა და 1 შორის. თვითონ აი ეს ლათინური ასოებიც აი მაგალითად დიდი A-ც და პატარა A-ც, ნუ რაღაცა რიცხვებია მაგალითად. ზუსტად ახლა აღარ მახსოვს, მე მგონი არის 51 სიტყვაზე, ხო? თქვა პატარა A უდრის 51. ახლა 51 როგორ არის 2 ბიტში მერე უკვე 51 როგორ არის აი ეგ რიცხვებში მაგალითად აი ეგ 0011101 ესეა თუ როგორ არის ხა ზუსტად ამას ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად დავითვლით მე ამას როგორ ხდება ამის გადაყვანა 2 ბიტში. ესე წარმოგვიდგება, ანუ საბოლოო ჯამში ეს პატარა A თუ იყო თუ უდრის მაგალითად 51 ესე წარმოგვიდგება, ანუ საბოლოო ჯამში ეს A წარმოგვიდგება როგორც აი ესე. B კიდე რაღაცა ესე და ასე წარმოვიდგეთ რამხელა უზარმაზარ მუშაობას ასრულებს, ხო? შენ რო ელემენტარული დაწერო რაღაცა A B C D, ეს უნდა დაიშალოს აი ესეთნაირად. რამდენი ესეთი კომბინაცია იქნება, ხო? აი ამაში. აი ამას ასრულებს კომპიუტერის პროცესორი. და კიდევ უფრო რთული პროცესები ხდება ეხლა ეს ზედაპირულად რო ვთქვათ ესე რა. ანუ ყველა ინფორმაცია პროცესორში დაიშლება 0-ების და 1-ების კომბინაციად. აი ეს არის კომპიუტერულ ენაზე ინფორმაციის, ასე ვთქვათ, მხოლოდ ეს ესმის კომპიუტერს, ან პროცესორს, პროცესორის შედეგად ხდება ნებისმიერი ინფორმაციის დაშლა აი ამ 0-ებსა და 1-ების კომბინაციად. და ანუ არის ტვინი თქო, როგორც თქვით, რომელიც ასრულებს ესეთ გამოთვლებს და ინფორმაციის დამუშავება ხდება აი ამ პროცესორში. ესეც რა თქმა უნდა პირველი განსხვავება ამათი ის არის, რომ რომელი კომპანიის წარმოებელია, Intel-ის თუ AMD-ს და პლუს შემდეგი განსხვავება როგორც რამდენ სოკეტიანი. აქაც რამდენ სოკეტი, რომელ სოკეტზე მუშაობს. ეს სოკეტები ჩვენ ნახეთ, რომ იყო როგორც ეხლა AMD-ის შემთხვევაშიდაც და Intel-ის შემთხვევაშიდაც ნახეთ, რომელ სოკეტებზე იყო საუბარი. ანუ ის რიცხვები არის აი ეს პინების, ანუ ფეხების რაოდენობა პროცესორზე. იგივეა AMD-შიდაც AM2 რო ქვია და FM2 რო ქვია, იგი არ ნიშნავს იმას, რომ ამ FM2-საც და იმ FM3-საც აქვს ესეთი კომბინაცია ფეხების რაოდენობის. ხო, ეს და კაი ბატონო, შევარჩიეთ მაგალითად, აი, ავიღეთ და შევარჩიეთ, რომ Intel-ის სოკეტი მინდა რაღაც 1151-ზე. აი ესე სოკეტზე. აი აქ ესეთი რაღაცა არის ხოლმე LGA 1151 სოკეტზე. კი ბატონო. შემდეგ რას ვაქცევ ყურადღებას? აი რამდენ გიგაჰერცზე მუშაობს, ხო? კი ბატონო, იქ ზოგადად ჩვენ დედაპლატის შემთხვევაში დავარქვით, რომ FSB, ანუ front side bus, ანუ ეს არის ის რა ქვია, სისტემური სალტე, რომელიც იზომებაო მეგაჰერცებში, ესე ვთქვით და შეიძლება იყოს რაღაცა თქვა 1333 მეგაჰერცი, ეს უფრო ძველი სოკეტების არის 1600 მეგაჰერცი. კი ბატონო, ეს ძველი სოკეტებზე არის 2400 მეგაჰერცი, არის 3200 მეგაჰერცი, არის 4000 რაღაცაც ნახეთ ეხლა, ხო, თქვა 4200 და ასე შემდეგ, ხო? აი ეს მეგაჰერცები აქვს, როგორც ვთქვით, დედაპლატასაც, პროცესორსაც და პლუს ოპერატიულ მეხსიერებასაც. ესეთ უნდა გავითვალისწინოთ, კი ბატონო. ანუ პროცესორის შემთხვევაში ამას რამდენს ავირჩევთ? ნიშნულობა აქვს თუ რამდენი იგივე მეგაჰერცი აქვს დედაპლატას, ხო? რომ ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, თუ არა და რომელსაც დაბალი ექნება, იმაზე იმუშავებს. კი, შემდეგ ერთი ეს არის, კი ბატონო. შემდეგი კომპონენტი რა არის?
შემდეგი კომპონენტი არის რა? ესენი ყველაფერი იქნება საგამოსტო საკითხებში და რატო პასიურობთ ვერ ხვდები. შემდეგი არის გიგაჰერცი, ხო? რომელიც აი შეიძლება იყოს მაგალითად 1 და 8 გიგაჰერცი. შეიძლება იყოს 2 და 0 გიგაჰერცი. შეიძლება იყოს 3 და 0, 3 და 2 გიგაჰერცი და ასე შემდეგ. რამდენ ბირთვიანია პროცესორი? ხო ვიცით ჩვენ რომ არის 2 ბირთვიანი, 4 ბირთვიანი, 8 ბირთვიანი, 4, 8, 16. არის კიდე მაგალითად ეს ბირთვების რაოდენობა, ხო? ეს ბირთვებია. core ბირთვები, მაგრამ არის კიდე რა? x სიხშირეებია, ვთქვათ 2 ბირთვიანი რაღაც სიხშირით, 4 ბირთვიანი რაღაც სიხშირით. ესეც ხო ვნახეთ, ანუ ვირტუალური ბირთვები დავარქვით მაგას. კი ბატონო, კიდე შეიძლება რა მახასიათებლები ქონდა კიდე პროცესორს? ბევრი მახასიათებლები ქონდა, ჩვენ ჩამოვთვალეთ მაშინ. ერთ-ერთი იყო რა? აბა გავიხსენოთ. კეშ მეხსიერება. 3 დონის კეშ მეხსიერება არ თქო თქვით L1, L2, მოდი ესე დავწეროთ. L1, L2, L3. ანუ level 1, level 2, level 3 და level რას ნიშნავს ქართულად? დონე. დონე ის კი არა ის. განათლების დონია რაღაცა ეგეთი. რა დონის ადამიანია, მაგას კი არ გულისხმობ. ჩვეულებრივი დონეები რა. ხო, ესე იგი რა. 3 დონის კეშ მეხსიერება აქვს, ხო თქვით? და ეს კეშ მეხსიერება იზომება რათი? გიგაჰერცებში. კეშ მეხსიერება იზომება მეგაბაიტებში. მეგაბაიტებში. შეიძლება იყოს მაგალითად 6 მეგაბაიტი, შეიძლება იყოს 10 მეგაბაიტი, შეიძლება იყოს რაღაცა 12 მეგაბაიტი და ასე შემდეგ. აი ეს. ეს არისო რაო? რა მეხსიერება არის ეს? ეს არის პროცესორში არსებული მეხსიერება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვთქვით, ამასთან დაკავშირებით. ხო, ეს იყო თვითონ კეშ მეხსიერებაზე საუბარი. კიდე რა ის იყო, რა ქვია, აბა კიდე რა ვთქვით, რა მახასიათებელი აქვს ხო კომპიუტერის პროცესორს? ასევე რამდენ ნანომეტრზეა დამზადებული? დიახ, კარგია, ნანომეტრი, წარმოების ტექნოლოგია, ხო? და ეს ნანომეტრი, თქვით რომ ძველი ნანომეტრებია ეს 45 ნანომეტრი, რომელიც 775 სოკეთის პროცესორები მზადდებოდა, 32 ნანომეტრი, 22 ნანომეტრი ეს უფრო ახალია, 14 ნანომეტრი კიდე უახლესი და ასე შემდეგ. ნანომეტრი ეს თქვით ჩვენ ეს არისო რაო? რაღაც სანტიმეტრის მემილიონედი ნაწილი. წარმოვიდგინეთ რამხელა სიზუსტით მზადდება კომპიუტერის პროცესორი, უზუსტესი ტექნოლოგიით მზადდება და ამიტომ არის რომ ესეთი ჭკვიანი მოწყობილობაა და თავისთავად უფრო სწრაფი და სწრაფი ხდება. კი ბატონო, აი ეს მახასიათებლებია, რითაც ჩვენ უნდა შევარჩიოთ კომპიუტერის პროცესორი. პირველ რიგში როგორც გითხარით, წარმოებლის მიხედვით, მერე სოკეტების მიხედვით და მერე უკვე ისეთი ის არის, რა ქვია. მერე უფრო მოდის აი ეს სიმძლავრეები და ასე შემდეგ, ხო, რამდენ ბირთვიანია, რამდენ მეგაჰერცზე მუშაობს, რამდენ გიგაჰერცზე მუშაობს, რამდენი დონის კეშ მეხსიერება აქვს და პლუს ნანომეტრები. აი ხა ჩვენ რო გადავიდეთ აი აქ. აი გადავიდეთ მაგალითად ნებისმიერ ერთ-ერთი საშუალო დონის პროცესორი ავიღოთ, აი მაგალითად i3-ის პროცესორი. აი აქ წერია პირდაპირ რა, მოდი წავიკითხოთ ესე იგი, ეს არის Intel-ის პროცესორი, i3-ის მერვე თაობა 6 მეგაბაიტი კეშ მეხსიერებით, 3 და 6 სიმძლავრით. აგერ კიდევ უფრო დაწვრილების წერია, რომ ეს არის Intel-ის პროცესორი ბრენდი, სოკეტი, ბოლო სოკეტია 1151, მერვე თაობის 4 ბირთვიანი 4 სიხშირით. და 3 და 6 კეშ მეხსიერება აქვს, ასე ვთქვათ, 6 მეგაბაიტი. სოკეტი რაც უფრო მაგალითად მით უფრო კაია, ხო მას?
მაღალი ეხა ნახეთ 1155 სოკეტიც იყო 51-ის ნაცვლად, მაგრამ უკვე რაღაც იქ ვერ იყო რაღაც გათვლებში კარგად ეს სოკეტებთან დაკავშირებით, ამ ფეხებთან დაკავშირებით როგორც მახსოვს და 11:51 არის უფრო ახალი თაობა. თუმცა არსებობს 2011-იც. ზოგადად ეგეთი მიდგომა იყო, რომ რაც მეტი აქვს ეს პინები, ანუ ფეხები, მით მეტ ინფორმაციას იღებს, მით მეტ ინფორმაციას დაამუშავებს და მით მეტ ინფორმაციას გასცემს. იმიტომ რომ თავიდან იყო 478, მანამდე კიდევ უფრო დაბალი. მერე 478-დან 775-ზე გადავიდნენ, მერე როგორც ნახეთ 1045 იყო, მერე 51-იც აგერ ბოლოს 2011-იც არსებობს და ასე შემდეგ. კი ბატონო, დაახლოებით ეგ მიდგომა აქვს, კი. თუმცა იქ მე ნახეთ ჩვენ რომ წარმოების ტექნოლოგიაც იხვეწება, როგორც გითხარით, აგერ 14 ნანომეტր ტექნოლოგიას დამზადებულია, უფრო უზუსტესი ტექნოლოგიით და პლუს სხვა მახასიათებლებიც აქვს, ხო? თუ ქეშმეხსიერება ზოგს 2 მეგაბაიტი ქონა, უკვე აგერ 6 მეგაბაიტზე ავიდა 8 მეგაბაიტზე და ასე შემდეგ რა. პლუს i3-ები, როგორც გითხარით, მერვე თაობამდე, თქვათ მე-6 თაობის და რაღაც არის 2 ბირთვიანი. ეს მერვე თაობიდან უკვე წავიდა 4 ბირთვიანზე. და აგერ ზოგი, ახლა უკვე აქამდე სიმძლავრეები შეიძლება ყოფილიყო 1 და 5, 1 და 6, 1 და 8, 2 და 0 და ასე შემდეგ, უკვე აგერ 3 და 6-ია. მუშაობის სიმძლავრე შეიძლება ესე ითქვას. აი ეს მახასიათებლები აქვს მოკლედ აი ამ პროცესორს და ჩვენ მაშინ კიდე განვიხილეთ ეს CPU-Z პროგრამა, ხო? სადაც უფრო დეტალებში გვეუბნეოდა თუ ასე ვთქვათ რა მახასიათებლები ქონდა ამა თუ იმ პროცესორს. აი 65 ვატ ენერგიას მოიხმარს. აღიქვავს 64 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას DDR4-ის 2400 MHz-იანს. და ასე შემდეგ. მოკლედ აი ეს არის პროცესორის მახასიათებლები. ანუ აი ამის წაკითხვა უნდა შეგვეძლოს მოკლედ. თუ რაზეა საუბარი. მიხვდით? მოდი ვნახოთ მოდი ვნახოთ სხვა პროცესორი და აი მაგალითად აი i7-ის მე-9 თაობა, აი, ნახეთ. თუნდაც i9 გვაქვს კიდე აი აქ. ნახეთ რა ხდება უკვე i9-სთან დაკავშირებით, ესე იგი 10 ესე იგი ნახეთ უკვე მე-10 თაობის თან KF კოეფიციენტი ჩვენ თქვით, რომ თუ კოეფიციენტი აქვსო, საკმაოდ კარგი ეს არის, ნახეთ 20 მეგაბაიტი ქეშმეხსიერება. და 5 და რაღაცაზე, ანუ სულ ახალი, ასე ვთქვათ, პარამეტრები ახასიათებს რა. აი ნახეთ 1200 სოკეტი. 1200 სოკეტი. 10 ბირთვიანია, აგერ ნახეთ. 10 ბირთვი, 20 სიხშირის და 3700-ზე მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ხოლო 5300-ზე მაქსიმალური აქვს ქეში 20 ну რა საკმაოდ 125 ვატი ენერგია და საკმაოდ მაღალი DDR4 იყო. კი ბატონო, რა თქმა უნდა. გისმენთ? მას და ბირთვი რას წვიდავს მას? ბირთვები, როგორც გითხარით, ეგ არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამდენი ბირთვიც არის, მაგალითად, იმდენად სწრაფი და მძლავრია, ასე ვთქვათ, კომპიუტერული პროცესორი რა, მოკლედ ასე ვთქვათ. რამდენი ბირთვიც არის, იმდენი და მძლავრი. ანუ იქ ეხა ბირთვებზე უფრო რთული დახასიათება აქვს, იმიტომ რომ იქ რაღაცა პროცესები რაც ხდება, მაშინ რა ქვია, პროცესორში. როგორ გითხრათ ეხა სხვანაირად, მოკლედ პროცესორის თავში რომ ნახოთ ჩვენ, აი ნახეთ. ესეთი რაღაცაა, ნახეთ. თვითონ მოწყობილობა, აი ნახეთ ესეთი უხთულესი მოწყობილობა არის შიგნით, აი. ნახეთ ეს ახალ შემთხვევაში ეს არის 4 ბირთვი. აი აქ არის თვითონ ქეშმეხსიერება, ანუ ის მეხსიერების ჩიპები, სადაც უკვე პროცესორში მიწოდებული ინფორმაცია ინახება.
და აი აქ მიმდინარე პროცესები ძალიან რთული პროცესებია რა, ინფორმაციის დამუშავების მხრივ და რაც მეტი არის ეს ბირთვები, აი ამ მაშინ რა ქვია პროცესორში, მით მძლავრია პროცესორი. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, სხვა მახასიათებელიც აქვს ბირთვების გარდა, მიხვდით? ეხლა შეიძლება ეხლა მაგალითად 775 სოკეტის, ანუ ძველი სოკეტის 4 ბირთვიანი პროცესორი, რა თქმა უნდა, თანამედროვე 2 ბირთვიანზე სუსტი იქნება, ხო? იმიტომ რომ ეხლა i3-ის პროცესორი რო ავიღოთ 2 ბირთვიანი 775-ის, ანუ ძველი სოკეტის 4 ბირთვიანზე მაინც მძლავრი იქნება, იმიტომ რომ სხვა პარამეტრები აქვს იმას მძლავრი, ინფორმაციის გატარების სისწრაფე მძლავრი აქვს, ახალ სოკეტებზეა და მაგიტო და ასე შემდეგ რა, ბევრი ვარიანტია, მაგრამ ერთ-ერთი კომპონენტი ბირთვი არის ის, რომ რაც მეტი აქვს, ასე ვთქვათ, პროცესორს ბირთვების რაოდენობა, მით მძლავრი არის, ასე ვთქვათ, პროცესორი. ნუ მე ვგულისხმობ თავის, ასე ვთქვათ, სოკეტში რა. თავის სოკეტის სიმართლე. 775 სოკეტზეც ეგრეა, იქაც არის 2 ბირთვიანი და 4 ბირთვიანი პროცესორები. აქაც ნახეთ ამ i-series პროცესორებში არის 4 ბირთვიანიც და ეხლა i7 შეიძლება იყოს 2 ბირთვიანიც, 4 ბირთვიანიც და მეტიც, ხო? იგივე i3, აგერ ნახეთ, რომ 2 ბირთვიანიც არის და 4 ბირთვიანიც, რაც მეტია. ისე წინათ ვამბობდით, ხო? ანუ i5-ის ბოლო ვერსია ჯობიაო, i7-ის საწყის იმას რა. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო მე გაჩვენეთ თქვენ საიტი, რომ სადაც ეს ყველაფერი შედარებითია რა. და იქ რა კომპონენტი ჯობია, იმიტომ რომ აი ხა ნახეთ i3-ის მაგალითად, აი ეს პროცესორი ნახეთ რომ 2 ბირთვი, 4 ბირთვიანია, ხო? შეიძლება i5-ის წინათაობებს, რომელიც 2 ბირთვიანია, ჯობს. იმიტომ რომ 4 ბირთვიანია და სხვა პარამეტრები ახასიათებს რა, ქეშმეხსიერება მეტი აქვს, მუშაობის სიმძლავრე მეტი აქვს და ასე შემდეგ რა. ჩვენ ხო ვიცით ამის კითხვა, წაკითხვა და ამიტომ ვამბობთ ჩვენ ამას. რომ აი მაგალითად ეხლა ვნახოთ, აი ეს 11-51 სოკეტზეა, მერვე თაობის არის 6 ბირთვიანია და აი ამ სიხშირეზე მუშაობს. ესენი თუ ეხლა მაგალითად i3-ის პროცესორს მეტი აქვს, აი ეს პარამეტრები, ხო? რა თქმა უნდა, ამ i5-ს აჯობებს, ხო? აი ამაზე არის, ასე ვთქვათ, საუბარი. ამიტომ ვსწავლობ ჩვენ ამის წაკითხვას, რომ აი ეს პარამეტრები ჩვენ ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს და როგორ უნდა შევარჩიოთ და ასე შემდეგ. აი 9 მეგაბაიტი ქეშმეხსიერება საკმაოდ, ასე ვთქვათ, მძლავრია და 4 და 0 გიგაჰერცის სიხშირეზე მომუშავე. ანუ მოკლედ აი ეს პარამეტრები არის, ასე ვთქვათ, პროცესორის ახასიათებლები. კარგით, ამასთან შესახებ, ამის შესახებ გვაქვს რამე შეკითხვა? რაზეც შეიძლება ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დავწვრილმანდეთ და კიდევ უფრო დაბალ დონეზე გავარჩიოთ? კი ბატონო, კეთილი. კარგით, მოდი ვნახოთ ეხლა მაშინ და შემდეგი კომპონენტი. აი მასაც გადაავლეთ ხოლმე თვალი, აი ნახეთ პროცესორი ასე ვთქვათ. რა არქიტექტურა აქვს, მოკლედ. ეს სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც მეტი გეცოდინებათ მე ასე ვთქვათ. კარგით, შემდეგი კომპონენტი ჩვენ რაც ნახეთ, ეს იყო ოპერატიული მეხსიერება. და რაზე იყო საუბარი ამ ოპერატიულ მეხსიერებაში? რომ ეს არისო რა შეიძლება ითქვას ოპერატიულ მეხსიერებასთან დაკავშირებით? რა შეიძლება თქვათ? რომ რა არის ეს? რამდენ გიგაბაიტიანია? გასაგებია, მაგრამ ჯერ რა არის ის მითხარით? აი, თუ ესე იგი კიდევ ერთხელ გამიმეორებ, დედაპლატა ეს იყო მთავარი კომპონენტი, რომელიც სადაც თავს იყრიდა ყველა სხვა დანარჩენი კომპონენტი და დედაპლატის საშუალებით ხდებოდა მათ შორის კავშირი და ინფორმაციის გაცვლა. შეიძლება დროებითი შენახვა, ხო? ინახავს დროებით. კი ბატონო, პროცესორი ის იყო კომპიუტერის ტვინი, ოპერატიული მეხსიერება ეს არის დროებითი მეხსიერება, რომელიც ასე ვთქვათ, პროცესორთან უშუალო კავშირშია და პროცესორს აწვდის მოცემულ მომენტში საჭირო ინფორმაციას, რომ პროცესორმა დაამუშავოს.
რატო ქვია დროებითი მეხსიერება? აბა შეიძლება ამის განმარტება მოვახდინოთ? რატო ქვია დროებითი მეხსიერება? აი მუდმივი მეხსიერება რომელია? როცა ჩართულია მარტო მაშინ. არი დისკი არის მუდმივი მეხსიერება. კი ბატონო, იმიტომ რომ როცა პროცესორსა კომპიუტერი ჩართულია, მხოლოდ ოპერატიული მეხსიერებაში მაშინ ხდება ინფორმაციის შენახვა. გამორთვის შემთხვევაში ეს ოპერატიული მეხსიერება ინფორმაციისგან თავისუფლდება. კი ბატონო. კარგით. აბა ამისი ასე ვთქვათ პარამეტრები რა არის? ანუ რის საფუძველზედაც შეგვიძლია შევარჩიოთ ოპერატიული მეხსიერება. ანუ რა პარამეტრები უნდა ვიცოდეთ, რომ აი შევარჩიოთ. ანუ DDR რამდენი, ანუ DDR4-ია, DDR3-ია თუ რა არის? კი ბატონო, კი ბატონო. სხვებმაც აქტიურად. რამდენი გიგაბაიტიანია? კი. რამდენი მეგაჰერცზე მუშაობს? ანუ პირველი, ესე იგი, როგორც მაგალითად პროცესორებს ვარჩევდით ხოლმე იმით, რომ რომელი წარმოებელია, რომელი კომპანიის წარმოებულია და პლუს რომელ სოკეტია, აქაც DDR რომელზეა თქვა DDR2-ზე, 3-ზე, 4-ზე თუ რომელ სოკეტზე. რატო? იმიტომ რომ აი ეს ჭრილი, რომელიც ახლა ოპერატიულზე ვხედავთ აქ ვიზუალურად, აი ეს უნდა დაემთხვეს. სხვადასხვები აქ. აი აქ დედაპლატაზე არსებულ აი ამ ჭრილს, აი აქ. თუ ეს არ დაემთხვა ერთმანეთს, აი ეს დედაპლატაზე არსებული აი ეს ფეხი და ოპერატიულზე არსებული ეს ჭრილი, რა თქმა უნდა, ესე ვერ მოვათავსებთ, ხო? თუ ამ დედაპლატაზე ხარ ახან 775 სოკეტის არის აი ეს, მე ხარ ვცნობ ვიზუალურად, ამაზე წავა ან DDR2 ან DDR3 და თქვა თუ DDR2 მიდის და ეს DDR3-ია, რა თქმა უნდა არ მოთავსდება. რატო? იმიტომ რომ აი ამ ჭრილთან ექნება პრობლემა. და ჩვენ ნახეთ სურათსაც კიდე, აი აქ. თუ რა განსხვავებები იყო ამ ჭრილებს შორის, რამხელა სხვაობა ქონდა. ეს ერთი ვარიანტი. ეს ერთი ვარიანტი, რის გამოც შეგვიძლია, ესე იგი ეს ოპერატიული მეხსიერებები შევარჩიოთ, ხო? რომელ DDR-ზე მინდა. აი აქაც თქვენ კარგად ხედავთ. აი სურათი გაიხსნას, თუ ნახეთ, ამხელაც თომილება აქვს აი ამ. აი DDR, რახან არ აწერია DDR ნიშნავს, რომ DDR 1-ია. შემდეგ 2, 3 და 4, აი ნახეთ, ამხელა სხვაობები აქვს. კი ბატონო. ეს ერთი ვარიანტი, რის გამოც შეიძლება შევარჩიოთ დედაპლატას. შემდეგ აი როგორც პროცესორებში მაგალითად ავირჩიეთ რომელიღაც სოკეტის 1150 სიტყვაზე. შემდეგ რითი ვირჩევდით? რამდენ ბირთვიანია, რამდენ სიხშირეზე მუშაობს და ასე შემდეგ, ხო? აქაც ავირჩიე მაგალითად DDR3 და შემდეგ რა? რამდენ გიგაბაიტია? რამდენ გიგაბაიტია მინდა მეხსიერების მოცულობა რამდენი აქვს? მეგაჰერცზე მუშაობს. კი ბატონო, რამდენ მეგაჰერცზე მუშაობს? რატომ? იმიტომ რომ რა სიმძლავრის კომპიუტერს ვაწყობ ან აპდეითი როგორ მინდა გავაკეთო, ხო? ანუ ნავირჩიო იმის მიხედვით, რამდენ გიგაბაიტიანია. რაც მძლავრი მინდა, კომპიუტერი მეტი მეხსიერების მოცულობა უნდა ქონდეს, ხო? ანუ 2 გიგაბაიტიანია, 4-იანია, 8-იანია და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო. შემდეგ რამდენ მეგაჰერცზე მუშაობს? ეს მეგაჰერცები უნდა ემთხვეოდეს, როგორც თქვით, აი აქ. დედაპლატაზე არსებულ მონაცემებს, ხო? პლატაზე არსებულ მეგაჰერცებს. თუ არ დაემთხვა უბრალოდ რომელიც პატარა იქნება, იმ მეგაჰერცებზე მოხდება მუშაობა. კი ბატონო, ეს ესე იგი, მეხსიერების მოცულობა, რომელიც იზომება გიგაბაიტებში და ასევე ინფორმაციის გადაცემის სისწრაფე, რომელიც იზომება მეგაჰერცებში. კიდე ქონდა რაღაც ერთი მახასიათებელი. ტაიმინგები იყო, კი. ნუ აი აქ მაგალითად აი აგერ არის მოცემული, რომ ეს ოპერატიული მეხსიერება ეს არის Kingston-ის ფირმის, რომელიც არის 288 პინი, 288 პინი ნიშნავს, რომ აი ეს კონტაქტებია, ეს არის 288. აი ეს მეორე მხარესაც აქვს ეს. შემდეგ 2666 მეგაჰერცზე მუშაობს
და 4 გიგაბაიტიანია და ეს აგერ ტაიმინგები ეს არის ტაიმინგები და ერთ-ერთი ტაიმინგი არისო ლატენტურობაო, რომელიც C-ით აღინიშნებაო და აგერ არის 19. რაც დაბალია ეს ლატენტურობა, მით უკეთესია. დანარჩენი პარამეტრები მაღალი უნდა იყოს. ნუ ესეთია, ასე ვთქვათ, ტაიმინგის განმარტება შეიძლება ესე ითქვას. მოკლედ, თავარი მახასიათებელი ის არის, რომ ოპერატიული მეხსიერების დროს რომელ DDR-ზე გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ დედაპლატას უნდა დაემთხვეს ესა. შემდეგ რამდენ მეგაჰერცზე მუშაობს და რამდენ გიგაბაიტ მეხსიერება აქვს. აი ეს არის ძირითადი პარამეტრები. თუმცა მე იქ რა თქმა უნდა, თვითონ წარმოებლებისაც აქვს მაგალითად მნიშვნელობა, Kingston-ი იქნება, Samsung-ი იქნება. თუ აქ ბევრი წარმოებლები არის, ხარ რომ გადავიდეთ აი აქ, ნახავთ. არის ბევრი ჰიპერ X რაღაცა ეგეთი წარმოებლები, აქ რადიატორიანია უფრო თუ შევხედავთ, აი ნახეთ უფრო. უფრო ანუ გამძლეობაზე, გამძლეობაზე და ეს რადიატორი უბრალოდ გაგრილების სისტემაა ამ შემთხვევაში ამისთვის და ნუ ეგ ვარიანტია რა. და ცალი 1.8 გიგაბაიტიანია 3200 მეგაჰერცზე მომუშავე. ანუ წეხან კი იყო ორივე DDR4, ისიც და ისიც. წეხანაც ვნახეთ. და ესეც DDR4. და ორივე მაგალითად 288 პინიანია, მაგრამ ჯერეთ რომ ეს არის 8 გიგაბაიტიანი. მე ეს არის 3200 მეგაჰერცზე მომუშავე. და პინგიც 18 აქვს, მას 19 ქონდა. ისა 19 და პლუს აქ ესეც მაღალი ტაიმინგები აქვს, 19-ები იყო, აქ 21-ებია და ასე შემდეგ. ნუ ძირითადი ის არის რომ აი არის 8 გიგაბაიტიანი და DDR4-ზე 2 იყო ორივე, მაგრამ ის იყო 2000 რაღაცაზე მომუშავე და ეს არის 3200 მეგაჰერცზე მომუშავე. აი ეს მაგახ პირდაპირ წერია აი აქ ეს მახასიათებლები რა. და ძირითადად აი ეს ასე ვთქვათ აი კრუციალის პირდაპირ ზედვე შეიძლება ეწეროს ეს მონაცემი თუ ახლოში მოვიტანთ. თუ არა და ხო აგერ აი DDR4-ზე მომუშავია ეს. ასე ვთქვათ. და მისი პარამეტრებიც აი აქ წერია ყველა. კი ბატონო, აი ესეთი ასე ვთქვათ თემა იყო ამ ოპერატიულ მეხსიერებაში, ანუ დროებით მეხსიერებასთან დაკავშირებით. კარგი, შემდეგი ჩვენი თემა ეს არის უკვე მყარი დისკი. ანუ ეს იყო რა? მყარი დისკს რას ვეძახდით ჩვენ, ეს არის მუდმივი მეხსიერება. მუდმივი მეხსიერება. კი ბატონო. ახლა მათი პარამეტრები რა შეიძლება ითქვას, აი რის საფუძველზე ვირჩევთ? რამდენი გიგაბაიტი არის? 1 თუ ტერაბაიტებში შეზომება და გიგაბაიტი. კი ბატონო, რამდენი გიგაბაიტიანი ან ტერაბაიტიანია? ერთი ვარიანტი აი ეგ, რა თქმა უნდა, მაგით შეიძლება შევარჩიოთ. და ასევე კიდე რა შეიძლება ითქვას? კიდე რა ხალბატონოვანა. კიდე რა პარამეტრებით შეიძლება შევარჩიოთ, აბა, მეგობრებო? სიჩქარის მიხედვით. გამარჯობათ. მოკლედ, ესე იგი, სიჩქარეში რას გულისხმობ თქვენ? აქ სიჩქარეში გულისხმება ალბათ ის, რომ ჩვეულებრივ HDD-ს ვირჩევთ თუ SSD-ს ვირჩევთ. შეიძლება აქედან ამ კუთხით წავიდეთ. ხო, ამიტომ რომ HDD არის ეს ძველი, ასე ვთქვათ, ნუ პირობითად ვთქვათ, რომ ძველი მოწყობილობაა, იმიტომ რომ SSD-სა და HD შორის რა განსხვავება, კი ბატონო, და რა განსხვავება არის, აბა? სხვებმაც იაქტიურეთ. აი ერთი გადავხედო სიას აქ რა ხდება. აქეთ აბა რა ხდება, გოგოებო თქვენც რომ ჩაერთეთ საუბარში და ეს ორი კაცი რომ მარტო ორი კაცი აქტიურობს.
აბა რა ხდება ამ ესე იგი SSD-სა და HDD-ის შორის რა განსხვავებაა, რაზეა საუბარი? აბა მითხარით. ანუ SSD უფრო ის არის რა. რატო? რატო და სურათსაც ხედავთ და მაღაზიაში SSD-ში ჩიპები მიკროსქემები არის, ანუ კი ბატონო, აგერ არის, ესე იგი მოცემული. SSD არის უფრო ახალი არქიტექტურით აგებული, ახალი ტექნოლოგიებით. HDD უფრო მოძველებულია დისკებზე და პლუს აქ რაღაცა ძრავი დგას, რომელიც ესე იგი მუშაობს და შეიძლება შეიძლება ხოლმე შემთხვევა რომ აქ ხო, ნუ დაზიანების შემთხვევაში როგორც თქვით რომ აი პირდაპირ არ შეიძლება მოკლედ აი ეს განსხვავება აქ უკვე ნახეთ მემორის SSD მემორის სურათიც გვაქვს, რა თქმა უნდა ეს უფრო ზესწრაფი მეხსიერება, რომელიც აი პირდაპირ თავსდება. დედაპლატაში როჭდება, ხო? დედაპლატაზე თავსდება პირდაპირ. ერთი განსხვავება ის არის, რომ HDD და SSD თუ მოთავსდება ნებისმიერ კომპიუტერში, დედაპლატაზე SSD M2 მაგ შემთხვევაში ეგრე ვერ მოვათავსებთ, იმიტომ რომ თვითონ მხარდაჭერა უნდა ქონდეს დედაპლატას, ანუ სლოტი უნდა იყოს ამისთვის განკუთვნილი დედაპლატაზე. მოკლედ ეს ვარიანტია, ასე ვთქვათ, და ერთი, თავისთავად ახლა ძვირი ღირს ეს ორივე მოწყობილობა მით განსაკუთრებით M2 და მაგიტომ არის რომ ცოტა ასე ვთქვათ, ეს უარყოფითი მხარე აქვს. დანარჩენად, რა თქმა უნდა, ამასე აწყობილი კომპიუტერები ბუნებრივია, გამოირჩევიან თავისი მუშაობის სისწრაფით და პლუს თვითონ აი ამ SSD-საც მე გითხარით მე რომ გადაიკითხეთ კიდე მასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, იმიტომ რომ არის რაღაცა განსხვავებები ამ SSD-ებს შორისაც, არის მაგალითად თვითონ წარმოებლებს შორისაც, რომელი მეტად ხარისხიანად ამზადებს და ასე შემდეგ. ეს ამ თემასაც გაეცანით თქო გითხარით. თვითონ აი ახლა მაინც რომ გავიხსენოთ თუ თქვათ რა ამ დისკებზე რა ხდება თქო, რა ვთქვით ჩვენ, აი ამ ძველ HDD-ზე რა ხდება ამ დისკებზე? ანუ ფუჭდება რა, ხო და რა ფუჭებს მე? ხაჭნება რა. ხო რა ფუჭებს, რა ფუჭდება იქ, რა ქვია მაგას? ხო, მაგ გასაგებია, უხეში გამორთვა, ანუ ავარიული გამორთვა არ შეიძლება დენის წყაროდან და პლუს იხაზება, მაგრამ რა იხაზებაო ჩვენ რა ვთქვით? აქ არის დისკზე რა არის მოთავსებული, როგორ არის დაყოფილი? ეს არისო სეგმენტება და სექტორებათო. სექტორებად და სეგმენტი. ხო და შემდეგ სადაც დაიფხაჭდება იმ ადგილას. აი ეს არის ერთი წამით, ეხლა ვნახოთ HDD-ს არ აქვს სექტორი, SSD-ს უფრო სწორად. აი ესეთი ეს დისკი არის ესენაირად დახაზული, თქვით, აი ბილიკები, თვითონ წრეები, სექტორი ეს დიდი და სეგმენტი ეს დიდი რაღაცა, ეს ლურჯი რაღაცა და სექტორი პატარ-პატარა უჯრები. სადაც ხდება ინფორმაციის ჩაწერა, წაკითხვა თქო და აი ტესტის შემდეგ ნახეთ აგერ წითელი ეს რაც აღმოჩნდა ტესტის შემდეგ ეს არის დაზიანებული სექტორები. კულერების არჩევაც ხდება როგორც თქვით სოკეტების მიხედვით პირველ რიგში, თუმცა დღეობით თქვით რომ არსებობს ისეთი კულერები, რომელიც ფაქტიურად ყველა სოკეტისთვის შეიძლება იყოს განკუთვნილი Thermal Take-ის ფირმის სოკეტი, ეს კულერი უკაცრავად, რომელიც აი მაგალითად თითქმის როგორც Intel-ის, ასევე AMD-ის სოკეტებზედაც ესე იგი სოკეტისას ხარდაჭერილია. და რომელზეც ასე ვთქვათ, რომელიც მაგრდება პროცესორზე, ნებისმიერ პროცესორზე მიდის ესე? ხო, კი ბატონო, ნებისმიერ რაც აქ არის ჩამოთვლილი, აი აქ, AMD-ს და Intel-ის თითქმის ყველაზე. აი ამ სურათში არის მოცემული ის საშუალებები, რითიც ეს ყველა სოკეტს ერგება. აი აქ ფეხების დამატებითი მოწყობილობა, აი ამ ფეხებით ასე ვთქვათ. ზოგზე მაგრდება Intel-ის, ზოგი AMD-ისთვის არის განკუთვნილი, რომ ყველა სოკეტს მოერგოს, ამას ააწყობ. იმის მიხედვით, რომელ სოკეტზეც გინდა მოერგოს კულერი. აგერ თერმოპასტაც არის. თერმოპასტა საშუალებითაც შეგიძლია. მე ის გაწმენდის დროს იმ ძველ თერმოპასტას გადააცლი, გაასუფთავებ და ახალს თხლად წავუსმებ და მოარგებ. ასე ვთქვათ. ისევ თავიდან, ანუ გაწმენდის შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ თუ რა პროცედურები ხდება.
და არის თქვით ასევე წყლის კულერები, ეს არის ჰაერის გაგრილებით, ეს არის ასე ვთქვათ წყლის გაგრილებით. თავისი ასე ვთქვათ. აი ეს მონაკვეთია, რომელიც ასე ვთქვათ მაგდება პროცესორზე. ეს ასე ვთქვათ აკონტროლებელი სენსორებია, კულერის, სიჩქარე, ფერთა რეჟიმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ვარიანტი. ნოუთბუქებზეც ხო არის კულერები მას? კი, რა თქმა უნდა, ნოუთბუქებზეც არის ბუნებრივია, იმიტომ რომ ნოუთბუქებზედაც ხდება გაგრილება, რა თქმა უნდა, პროცესორი. პატარა ზომის, ხო? ხო, მე გაჩვენეთ თქვენ. წყლის გაგრილების არის მას? წყლის გაგრილების არ არის, მე გაჩვენეთ თქვენ და კიდე ერთხელ ნახოთ. ნახეთ, მე გაჩვენეთ ეს თქვენ და კიდე ერთხელ ნახოთ, თუ გნებავთ, აი აქ. აი, ეს არის კულერი ნოუთბუქზე. ეს არის ვიდეოს ჩიპის გაგრილება, ეს არის თვითონ პროცესორის გაგრილება. ეს მყარი დისკია, აი ეს ოპერატიულები, აი მოდი ეს გადმოვწეროთ, კიდე ერთხელ გავარჩიოთ, თუ ესე დაინტერესდით, ნახოთ რა ხდება. და მე გითხარით, რომ ეს ასე ვთქვათ. რა ესეთი ეს არის რომ არ გაიხსნა. ფორმატის მოდი სხვა გადმოვწეროთ და ვნახოთ, იმიტომ რომ აი აქ მაგალითად აი სურათიც ნახოთ. აი, ესე იგი ეს არის კულერი, ამ მთლიანად ნახეთ. კულერი გაწმენდის დროს, როცა ამ კულერს ამოვიღებთ, ეხლა ეს კულერი რო ამოიღო, უნდა მოხსნა აი აქ. ამ ჩიპზე და ამ ჩიპზე ეს გამაგრილებლები, ანუ ორი ჩიპი, აი აქ ეს ჩიპი და ეს ჩიპი და პლუს აქ პროცესორი. ამ ორივეს მოხსნი აი. ეგ ორივე ჩიპია? როგორ? ეგ ორივე ჩიპია? ხო, აი ესეც და აი ესეც. ამას რომ მოხსნი, შემდეგ აი აქაც ეს კულერიც, აი ნახეთ, თვითონ აი ეს კულერი დამაგრებულია აი აქ და აი აქ, თვითონ ჩანს კარგად. ამას მოხსნი ყველას ამოიღებ და პლუს აი აქ ეს უნდა განაცალკეო აი ეს ოქროსფერი და ეს შავი პანელი ერთმანეთისგან, იმიტომ რომ მტვერი მგროვდება და იმ მტვერს გამოაცლი რა. რატო? იმიტომ რომ აქ თუ მტვერი დაგროვდა, აქ გაგრილება, ანუ ცხელი ჰაერის გატანა გარეთ ვერ მოხდება. აღარ ექნება. იმიტომ რომ აი აქ ეს ჭრილები ამოივსება მტვრით და ცხელი ჰაერის გატანა გარეთ ვერ მოხდება. ვეღარ მოხერხდება. ამიტომ ამას როც დაშლი, შეგიძლია ეს ფენითაც გააკეთო და მტვერსასრუტითაც, რომ აქედან მტვერი ამოიღო. და პლუს აქ ამას რომ მოხსნი, ძველ იმას, რა ქვია, თერმოპასტას გადაძრობ და ახალ თერმოპასტას წავუსმევ თხლად. და ამის შემდეგ ასე ვთქვათ, გაწმინდა ამ კულერსაც, აი აქ ამ ადგილსაც გაუწმინდავ, რომ მტვერი არ დარჩეს შიგნით და ახლადან მოათავსებ Z. ეს არის როგორც გითხარით, აგერ მყარი დისკი, ანუ ვინჩესტერი და აი აქ ოპერატიული მეხსიერება. ნახეთ, ერთი ცალია ჩადგმული, აქ ერთი ცალი შეგიძლიათ კიდე ჩაუდგათ აი აქ ამ ადგილზე. მოკლედ ისა, ამას ცალკე განვიხილავთ ჩვენ მე პორტატულ კომპიუტერებს რო შევეხებით. მაგრამ ნუ ეხლა ამ შემთხვევაში იგივე სიტუაცია ხდება აი აქ. და ნუ ეხლა აი აქ სულ ესე იგი პანელის მოხსნა სულ დაჭირდა, ხოლო ზოგ შემთხვევაში აი ნახეთ ესეთი პატარა პანელის მოხსნა საჭირო, რომ თქვა ვინჩესტერი გამოცვალო, ოპერატიული მეხსიერება გამოცვალო, მთლიანად გახსნა არ არის საჭირო რა. ეს დამოკიდებულია თვითონ ასე ვთქვათ აი ამ ლეპტოპებზე. აი ნახეთ აქაც პატარა ესეთი ნაწილი იხსნება ფორტოჩკა, აი თუნდაც აი ეს და მთლიანად გახსნას არ ექვემდებარება. ზოგია რომ, რა თქმა უნდა, მან დაშალო მთლიანად. დამოკიდებულია მწარმოებლებზე და როგორ არის აწყობილი, ასე ვთქვათ, აი ეს პორტატული კომპიუტერები. ნუ ამის ცალკე თემაა, კი ბატონო, ამას ცალკე განვიხილავთ. ეს უბრალოდ რახან ესე კულერით დავინტერესდით. კარგით. ესე იგი აქ როგორც გითხარით, არის წყლის გაგრილების და არის ჰაერით გაგრილების საშუალება.
და შემდეგი უკვე ეს არის ვიდეო კარტაც, მოდი არ გვინახავს ვიდეო კარტა. და მაგასაც შევეხოთ. და კულერებთან ერთად მოდი თერმოპასტას შევეხოთ და მერე გადავიდეთ ვიდეო კარტაზე. ეს არის თერმოპასტა, ასე ვთქვათ, რომელიც გაგრილებას უწყობს ხელს, ანუ ახლის შემთხვევაში თვითონ თუ ვიყიდით კულერს ახალ ზედვე მოყვება თერმოპასტა, თუმცა რამდენად ხარისხიანია ახლა ეგეც საკითხავია, თუმცა მაღალი ხარისხის კულერებს, რა თქმა უნდა, კარგი ხარისხის თერმოპასტა ექნებათ, თუ არა და შეცვლის შემთხვევაში და ასე ვთქვათ, გაწმენდის შემთხვევაში ძველ თერმოპასტას როგორც გითხარით, გადავაცლით, ახალს წავუსმევთ, ძალიან თხლად, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ეს გრამებში იყიდება, ხო? აი ეს არის მაგალითად 3 გრამი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე ეს თერმოპასტა რა წარმოადგენს ვერ გავიგებ. ეს არის გაგრილებას უწყობს ხელს, ანუ სანამ აი მაგალითად კულერს მოუხსნით, გავწმინდავთ მაგალითად და ისევ დავაბრუნებთ პროცესორის თავზე, მანამდე ჯობია რომ მოხდეს ძველი თერმოპასტის ახლით შეცვლა. ხო, ძალიან თხლად უნდა გადავუსვათ. იმიტომ რომ არ არის აუცილებელი კი, ესენი ყველა კულერებია და აი აქ როგორც კი ნახეთ, აი ძველ თერმოპასტას აი აქ დაბლა გადააცლი, ახალს გავუკეთებ, ძალიან თხლად ხო კიდევ ერთხელ აღნიშნავ, აი აქ და შემდეგ ანუ მოვათავსებ ისევ ანუ თერმოპასტებიც განსხვავდება, ხო? ხარისხისგან განსხვავდება, რა თქმა უნდა. აი ნახეთ, ძალიან თხლად გადავუსვენ თერმოპასტას და ხარისხით განსხვავდება, ხო, ბუნებრივია. ეხლა ჩვეულებრივი კომპიუტერისთვის მაინდა-მაინც ეხლა თუ ისეთი განსაკუთრებული არაფერია. აი ეხლა ეს ნახეთ, რამდენია დასხმული, ხო, რა თქმა უნდა, ესე ბუნებრივია არ შეიძლება. და ძალიან თხლად მოვათავსებთ თერმოპასტას, აი ერთი წერტილივით და ან არის რომ ეს ჯვარედინათ უსმევ ხოლმე აი ესე და შემდეგ აი ესე კრესტიკივით და თვითონ მე გაშლი რა ფაქტიურად ასე. თავის პატარა ის მოყვებაო. გამონაწილებელი პატარა ჯოხივით და იმით თხლად გაშლი, ასე ვთქვათ, აი პროცესორის ან კულერის თავზე და იმიტომ რომ თანაბარი სისქის უნდა იყოს რა, ჯობია და ძველი თერმოპასტა არ უნდა დატოვო, რა თქმა უნდა, რომ იქ ჰაერმა არ უნდა იმოძრავოს და ასე შემდეგ. მოკლედ თხლად უნდა გადაუსვა თანაბარი სიმაღლით და შემდეგ ჯედროდ დაამაგრო კულერი. კარგით. ამასთან მე მგონი შეკითხვები არაფერი არა გაქვთ და მოდი გადავიდეთ მაშინ. აი სპეციალური გამაგრილებელიც იყიდება ნოუთბუქების. რომ დადებ ამ სპეციალურ გამაგრილებელზე დაბლა კულერებია. დაბლა კულერია მოძრაობს. ეს კულერი ბრუნავს, ასე ვთქვათ, აგრილებს და აი შეგიძლია ესეც გამოგიყენოთ. კი ბატონო, შეგიძლია ეს გამოვიყენოთ. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მაინც აუცილებელია კომპიუტერის გაწმენდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, უფრო უმჯობესია მოხდეს. ანუ რეკომენდირებული რა, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიწმინდოს მაინც. არა, წელიწადში ერთხელ მაინც ხა არ არის აუცილებელი ყოველ თვეშალო კომპიუტერი, ხო? წელიწადში ერთხელ გაწმინდა თვრისგან რა. მეთქე ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით ჯობია რომ გაიწმინდოს. აი აქ ის პროცესები არის აღწერილი. თუ როგორ ხდება თერმოპასტის შეცვლა. აი აქ. კეთილი. კარგით, მოდი გადავიდეთ მაშინ შემდეგ თემაზე. აქ თუ არაფერი შეკითხვა გვაქვს, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ეს იყო ვიდეო ბარათები. და რა შეიძლება ითქვას ვიდეო ბარათზე? ვის რა შეუძლია თქვას?
პირველი ის რომ ანუ ეგეც იგივე რამდენ გიგაბაიტიზე გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ პირველ რიგში, აი ვიდეო ბარათი რა არის, რას წარმოადგენს, რისთვის არის განკუთვნილი და ასე შემდეგ. აი თავი აზრი ეს არის. ოპერაციების შესასრულებლად, ხო? ანუ ნახეთ რა ხდება ვიდეო კარტაზე, ესე იგი, პირველ რიგში მიერთებულია მონიტორი, რომელიც გამოსახულებაზეა პასუხისმგებელი, ხო? თუ ვიდეო კარტა დაზიანდა გამოსახულებას ვერ მივიღებთ, ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, ესე იგი, ვიდეო კარტა შეიძლება იყოს რა, ან ინტეგრირებული და რას ნიშნავს ინტეგრირებული ვიდეო კარტა? ინტეგრირებული დედაპლატაზეა მოთავსებული. რომელიც დედაპლატაზეა ჩაშენებული ქარხნულად. ეს არის ინტეგრირებული ვიდეო კარტა. მაგრამ თუ ესე იგი, რა განსხვავებაა ინტეგრირებულსა და არაინტეგრირებულ შორის? სიძლიერე, ხო, ანუ ინტეგრირებული უფრო სუსტი არის იმას. კი ბატონო, ინტეგრირებული უფრო სუსტია, რა თქმა უნდა, ვიდრე ცალკე ჩაშენებული, ცალკე ჩადგმული ვიდეო კარტა და რატომ? რა იწვევს ამის ასე ვთქვათ განსხვავებას? რატო არის უფრო ძლიერი მაგალითად ცალკე დამოუკიდებელი ვიდეო კარტა ვიდრე ინტეგრირებული? რატოა ეს დეფინიცია? იმიტომ რომ რა თუ ინტეგრირებული ხო პროცესორის და რამის ხარჯზე მუშაობს. კი ბატონო. და ეს ყველაფერი აი ამ ცალკე დამოუკიდებელ ვიდეო კარტას რა ხდება? თავისი აქვს, რა თქმა უნდა, ხო? თავისი ჩიპია ოპერატიული. თავისი აქვს, როგორც ასე ვთქვათ, ვიდეო ოპერატიული მეხსიერება, ისე გრაფიკული პროცესორი. და ჩვენ ეს სხვა იმის მასზე ნახეთ სურათებზე, თორე აი მაგალითად ვნახოთ აქაც. გრაფიკული პროცესორი. Graphic Processing Unit, ხო? აი ეს არის, ნახეთ. ანუ აი ამ კულერის ქვეშ იმალება ესეთი გრაფიკული პროცესორი და ანუ ეს კულერი მას აგრილებს, ასე ვთქვათ. აი ეს. და ვიდეო ოპერატიული მეხსიერებები უკვე ეს ჩიპებია, აი ამ ის გარშემო განლაგებული. ანუ აი ამ კულერის ქვეშ ესეთი რაღაცა არის. და ესე იგი ვიდეო ასე ვთქვათ ბარათის უკვე შემდეგი შერჩევის პრინციპი რა არის? რომ რა თუ ცალკე გვინდა აი ცალკე ჯერეთი რომ რატო სვავთ ცალკე ვიდეო კარტას უფრო ძლიერია, ხო? ეს სიძლიერე რაში გამოგვადგება ჩვენ? მე რა რომ ძლიერია, ასე ვთქვათ. იმიტომ ესე იგი ვდგავთ ცალკე ვიდეო კარტას რომ ვაძლიერებთ კომპიუტერს, ხო? ვიძგავ რაღაცა გრაფიკისთვის და სხვადასხვა იმებისთვის. კი ბატონო, რაღაცა გრაფიკაში მუშაობს, ვიღაცას თამაშებისთვის უნდა და ასე შემდეგ, გასაგებია. კარგით, მაშინ მოდი ეს ხო, ეხლა რა პარამეტრებით განისაზღვრება? კი ბატონო, აი ეს ვიდეო კარტები უამრავია, აი ესეც, ესეც, აი ეს ვიდეო კარტები, რომ ჩამოვყვეთ, აქ ბევრია, ხო? რომელი რა კი ბატონო, კი ბატონო. რამდენ გიგაბაიტზე მუშაობს? DDR4-ია, 5-ია თუ რა არის? კი ბატონო, კი ბატონო. პირველი მეხსიერების მოცულობა რამდენ გიგაბაიტზე მუშაობს? შემდეგ თვითონ ამ მეხსიერების პლატფორმა, ხო? ანუ ინტერფეისები DDR3-ია, 4-ია, 5-ია, ხო? და ბოლოს ნახეთ DDR6-იც იყო, ხო? კი ბატონო. კარგით, ეგეც კი. კიდე რა მახასიათებლები აქვს თქვით, რა შეიძლება რა მახასიათებლები შეიძლება გქონდეს? ბიტები. კი ბატონო, ბიტები. ეს ბიტები რა იყო თუ გახსოვთ აბა? რა იყო ბიტი? ბიტი იყო რა? ვიდეო ოპერატიულ მეხსიერებასა და გრაფიკულ პროცესორს შორის გაცვლის ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე. რაც მეტი არის ეს ბიტები, მით ასე ვთქვათ, ძლავრი. როგორ მას ვერ გავიგე? ბიტი მაგალითად არის ესეთი რაღაცა, ბიტით განისაზღვრება ვიდეო ოპერატიულ მეხსიერებასა და გრაფიკულ პროცესორს შორის ინფორმაციის გაცვლის სისწრაფე. ესეთი მახასიათებელი აქვს მოკლედ. ანუ შენ რო აირჩიო მაგალითად აი ჩვენ ეს კარგად ნახეთ აი აქ, აი ნახე. ამ მას ნახეთ როგორ არის მაგალითად ჯერ წარმოებლები რატო არ გაგახსენდათ არო Nvidia და ATI Radeon-ი, ხო? კი ბატონო, ეს არის Nvidia-ს ვიდეო კარტა, მე-10 თაობის
2 გიგაბაიტიანი graphic DDR5-ზე DDR5-ზე მუშაობს. და შეიძლება ქონდეს ან 64 ბიტი, ან 128 ბიტი და აი ნახე მაგათ ამას აქვს 64 ბიტი, ხო? ზოგს აქვს 128 ბიტი, ზოგს აქვს 256 ბიტი და ასე შემდეგ. რაც მეტი აქვს ეს ბიტები, ანუ რაც სწრაფად ხდება ინფორმაციის გაცვლა. უფრო ძლიერია. ხო, ანუ ინფორმაციის გაცვლა რას გულისხმობს ინფორმაციის გაცვლაში? იმას გულისხმობთ, რომ ესა სათი იყო ეს. იმას გულისხმობთ, რომ ასე ვთქვათ, უფრო სწრაფია აქ ინფორმაციის დამუშავება და რაღაც პროცესები უფრო სწრაფად მიდის, ხო? შესაბამისად, მუშაობის ხარისხი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნახოთ სხვა. სხვა კი ბატონო, აგერ ნახოთ. ხო, არის კიდე კულერიანი და რადიატორიანი თქო. კულერიანი აქტიური გაგრილებით არის, რადიატორიანი უკვე პასიური გაგრილებით არის. არის ასევე თქვით ჩვენ რომ ნახეთ რა ხდება, არის ასევე ჩამონათვალში და ერთ-ერთი მახასიათებელი არის რომ GT-ა, GTS-ია, GTX-ია. ყველაზე კარგი GTX-ია. GT-ჯერ მოდი GTX-ზე გადავიდეთ, ჯერ GTX-ი მოვილიოთ. ანუ GTX-ი ყველაზე უკეთესია თქო თქვით ამ GT-ის ჯობია. იმიტომ რომ აგერ მაგალითად ახლა აგერ არის GTX-ები, აი GTX-ი მე 1050 ასე ვთქვათ, ანუ თაობა, რომელი თაობის არის. მე ცალკე მახასიათებელი თქვით რომ TI, რომელსაც ახასიათებს. TI, რომელსაც ახასიათებს უკეთესი, ასე ვთქვათ, უფრო პერსპექტიულია და ასევე არის 6 გიგაბაიტიანი ვერსიერების, აი GTX 1050 Ti, Nvidia-სია და უკვე GDDR5-ია 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების და 128 ბიტზე. ანუ ყველა პარამეტრებით მაგალითად მაღალია ეს ვიდეო კარტა იმ წინა ვიდეო კარტაზე. ანუ ამის წაკითხვა რო გვეცოდინება უკვე გასაგები იქნება ჩვენთვის თუ რასთან გვაქვს საქმე. აი მაგალითად უკვე DDR6-ია, GTX-ია 16 თაობის რაღაცა მოკლედ ძალიან ესეთი წინ წავიდა ამ ვიდეო კარტების საქმე, ასე ვთქვათ. აი ეს უკვე არის AMD-ს პროცესორ სხვანაირი მახასიათებელი აქვს, აი Radeon RX 550 მაგალითად, ხო? ანუ AMD-ს ვიდეო კარტაზე გვაქვს საუბარი, 4 გიგაბაიტიანია DDR5-ზე. აი, კიდეც თქვით რომ აი AMD-ს არის 10 Radeon-ი. და ახალი არქიტექტურით და ზოგადად ახალი თაობის ვიდეო კარტა და მე უკვე ეს არის RTX-ები. რომელიც უკვე თუ ერთი რამ მაინტერესებს. კი ბატონო. და აი ეს კულერისნაირი რო აქვს იმას, რა ქვია. რა. ვიდეო კარტას რა არის ეს? კულერია ეს, რა ვთქვი, კულერისნაირი, კულერებია. კულერია? ეს არის კულერები, რომელიც აგრილებს თქო, რა ვთქვი, ჩვენ მას აქვს გრაფიკული პროცესორი თქო. ეს წინა ვიდეოებში კარგად გავარჩიეთ, თუ დედაპლატას აქვს ცენტრალური პროცესორი და იქ კულერი ადგას თავზე, ამას აქვს გრაფიკული პროცესორი და იმ გრაფიკულ პროცესორს აგრილებს აი ეს კულერები. როდ მაგაზე იყო საუბარი. აი RTX-ები, აი ეგეთი კულერები მომწონს მე სამიანები რო არის. კი ბატონო, აქ აი ნახეთ RTX-ი 2060 და დანარჩენი მახასიათებლები DDR6-ზე 6 გიგაბაიტიანი, აი 192 ბიტზე. მოკლედ ნახეთ რა ხდება, ესე იგი გარდა აი ამ მახასიათებლებისა ჩვენ კიდევ თქვით რომ იქ შესაერთებელი პორტები იყო, სხვადასხვა, ანუ VGA იყო, ასე ვთქვათ, DVI. აი ნახეთ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ეგ. ანუ ეს ამ საიტზე არის, მაგ ფასებში თუ ზოგადად ძვირებს. არა, ამ საიტზეა, ზოგადად შეიძლება ხა მეორადებში, რა თქმა უნდა, ხა 200 ლარად ამას არავინ არ იყიდის ეს. ძალიან რაღაც ესეთი ვიდეო კარტა. ალბათ ეს სუძვირია ყველაფერი. კი. მოკლედ ნახეთ რა ხდება, ეს არის VGA. ალტაში ხო ყველაფერი ხალხო ერთი წამით. ეს არის VGA, DVI და HDMI. ანუ ესე იგი ძველი პორტი, VGA პორტი, DVI, ციფრული პორტი და ეს არის უკვე HDMI პორტები. HDMI ახალი პორტი, ანუ მაღალი ხარისხის გამოსახულების პორტი თქო გითხარით. და აი თან DDR3-ზეა, 2 გიგაბაიტიანია, 64 ბიტზე და GTX-ის 710. ხო. თუ ეხლა ამაზე ძველი, ძველია ხო? ხო, ანუ როგორ?
როგორ მითხარით? VGA ძველია. ხო, VGA ძველი გამოსახული, ანუ ეს გამოსახულება ძველი პორტია და ახალ ვიდეო კარტებზე ეს აღარ გვხვდება, იმიტომ რომ თანამედროვე გამოსახულების ხარისხს ვეღარ უზრუნველყოფს. უბრალოდ რაც შეეხება ახლა ამ ვიდეო კარტას, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტი ვიდეო კარტა არის თამაშებისთვის, მით უმეტეს მარტო რადიატორიანია და არ არის კულერით გაგრილები, შეგვიძლია კულერით ცალკე მერე კუსტარულად დაამაგრო და ისე ამუშაო რა, შეიძლება ესე ითქვას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ამ მონაცემებით მძლავრი თამაშების თამაში მით უმეტეს ამ ვიდეო კარტაზე, რა ვიცი, ძალიან ისეთია, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ GT-ა, მეშვიდე თაობის 2 გიგაბაიტიანია DDR3-ზე და პლუს რაც შეეხება 64 ბიტიანია. აქედან გამომდინარე, აი ამით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ სუსტი ვიდეო კარტაა. და აქედან გამომდინარე იმას ვამბობ, რომ ამის წაკითხვა რო გვეცოდინება, უკვე უცებ გავარჩევთ შედარებას მოვახდენთ ვიდეო კარტებს შორის, რომ მე უკვე შესაბამისი რესურსი გქონდეს. თუმცა ძლიერ ვიდეო კარტას კიდე აღნიშნავს, სხვა პარამეტრებიც უნდა უწყობდეს ხელს, იმიტომ რომ შენ თუ ეხლა აიღებ ვიდეო კარტას, რომელიც არის მაგალითად, აი თუნდაც ავიღოთ, არ არის, აი მაგალითად ეს ავიღოთ თუნდაც GTX, ან მოდი სხვა ისეთი უფრო საშუალო სიმძლავრის ავიღოთ. აი თუნდაც აი ეს ვიდეო კარტა ავიღოთ, ხო? GTX 1050 Ti-ია. და არის მაგალითად 4 გიგაბაიტიანი, ხო? ეხლა ამას თავისთავად მარტო i3-ის პროცესორზე შეიძლება ყოველ შემთხვევაში ვამუშაოთ i3-ის პროცესორზე მერვე თაობის ზევით. რატო 4 ბირთვიანია და მაგიტო. პლუს ოპერატიული მეხსიერებაც 8 გიგაბაიტით შეიძლება სუსტი იყოს უკვე ამისთვის. ეხლა და ესეთი გათვლა უნდა გააკეთოთ რა. რო საბოლოო ჯამში როგორ შევარჩიოთ ერთმანეთზე, ასე ვთქვათ, აწყობილად მუშაობდეს. იმიტომ რომ შენ თუ ეხა ამ ვიდეო კარტას აიღებ და i3-ის რაღაც მეორე მესამე თაობის პროცესორს აიღებ და რაღაც 4 გიგაბაიტი ოპერატიული გექნება, რა თქმა უნდა, რაღაც წარმოდობის კომპიუტერი კი გექნება, მაგრამ რაღაც ბალანსი არ იქნება დაცული, ხო? აქედან გამომდინარე ამისთვის სხვა კომპონენტებიც უნდა უწყობდეს, ასე ვთქვათ, ხელს. და პლუს ვიდეო კარტაზე ვთქვით, რომ თანამედროვე მძლავრი ვიდეო კარტები კიდე რას მოითხოვენ თქო, რა ვთქვით? კვებას, ცალკე კვებას მოითხოვენ, იმიტომ ეს დედაპლატაზე აი ამით მაგრდება აი ამ და აქედან მიღებული კვება მაინდა-მაინც არ ყოფნის აი ამ სლოტიდან მიღებული კვება არ ყოფნის მძლავრი ვიდეო კარტებს. ამიტომ უკვე ესე იგი ესეთი სიმძლავრის ვიდეო კარტები მოითხოვენ ცალკე დედაპლატიდან კვებას და რაც უკვე მერე კვების ბლოკის ასე ვთქვათ შერჩევას ითხოვს, იმიტომ რომ იქ უკვე კვების ბლოკებთან უკვე სხვა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ თქვით, რომ ყველაზე მეტი ასე ვთქვათ კვება მიაქვს ვიდეო კარტას, მერე ვნახეთ, რომ თქვათ 100-150 ვატი უკვე პროცესორსაც მიქონდა, მერე ოპერატიულები, მერე ასე ვთქვათ ვინჩესტერი და ასე შემდეგ. ანუ ეს კვება უნდა დაითვალოს და ამის შემდეგ უნდა შეირჩეს უკვე თავისთავად კვების ბლოკი. კარგი, ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რამე შეკითხვა? არანაირი. მოდი ეგ თემაც ბარემ უცებ გავიაროთ. კვების ბლოკები და კვების ბლოკებში ვის რა შეუძლია მითხრას და როგორ შეუძლია აღწეროს თუ რა ხდება კვების ბლოკებთან დაკავშირებით. რამდენ ვატიანი არის კვების ბლოკი? დიახ. რამდენ ვატზე მუშაობს სწორად? არის რა ქვია? შემოწმების ისიც, ანუ რამდენად მოკლედ ესე იგი კვების ბლოკის პირველი მთავარი კომპონენტი არის რამდენ ვატიანია, ხო? კი ბატონო. შეიძლება იყოს 300, 400, 450, 500, 700 და 1200-იც კი ნახეთ ჩვენ. და პირველი ის რომ კიდე არის, რომელი არის მყარი თუ ანუ რეალური თუ რეალური. კი ბატონო. და არა რეალური.
კი ბატონო, რეალური და არარეალური კვების ბლოკი. ანუ მაგალითად შეიძლება შემოწმდეს, რომ სუბუქი არისო, უფრო არარეალური რომელიც არისო. ანუ ვიზუალიდან გამომდინარე, თუმცა სად ვიზუალს ვერ დავეყნობით, მაგრამ თვითონ აი ფასიდან გამომდინარე მაგალითად და ასე შემდეგ, უბრალოდ ეს ერთი შეხედვით შემოწმება რომ შევძლოთ. აქედან გამომდინარე ეს და ეს ახლა განსხვავდებიან ერთმანეთისგან და პლუს რა თქმა უნდა რეალური კვების ბლოკები. კარგად მახსოვს ისა. 80 ვატ პლუსი რო აწერიაო, ანუ შემოწმებული რო არის. აი მოდი ესე არეულად ნუ ვიტყვით, გავყვეთ რაღაც დალაგებულად რა. ის რომ პირველი რეალური კვების ბლოკი რამდენიმე კილოც კი შეიძლება იყოს დამოკიდებულია, ასე ვთქვათ, მის სიმძლავრეზე. პლუს ფასიდაც განსხვავდებიან და პლუს აქვს თავისი მახასიათებლები კიდევ ვთქვათ რეალურ კვების ბლოკს. რა მახასიათებლები იყო აი ეს? მაგალითად ის რომ აი აქ მითითებული აქვს, მაგრამ ჯერ ნუ წარმოებლებსაც რა თქმა უნდა თერმალ თეიკი, ნუ ერთ-ერთი ნორმალური მწარმოებელია და პლუს აი მაგალითად 80 პლუსი. ეს 80 პლუსიც ხომ იყო მე რამოდენიმე ასე ვთქვათ. გოლდი არისო, თუ რაღაც სილვერიო და რაღაც ეს ტიპი, ხო? კი. ანუ სილვერი, გოლდი, პლატინიუმი და ასე შემდეგ. კი ბატონო. ეგეთი მახასიათებლები გონდა აი ამ ასე ვთქვათ კვების ბლოკებს. რაც მეტია ახლა მაგალითად სილვერზე უკეთესი გოლდია, გოლდზე უკეთესი პლატინიუმია და შემდეგ. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ 80 პლუსი ეს არის ის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მახასიათებელი, რაც ასე იგი ასე ვთქვათ წარმოაჩენს კვების ბლოკის ასე ვთქვათ რეალურობას. და პლუს აი რას ნიშნავდა ესეთი რაღაცები, აბა თუ გაიხსენებთ ამას აი ესეთი ეს კაბელი შესაძლებელი რომ მოსდევს შესაერთებლები რომ მოსდევს რა სხვა იმის. ყველაზე დრო არ არის. ხო, მოდალური, ესე მოდულური, ეს რა ქვია, კვების ბლოკები, რაც ნიშნავდა იმას, რომ ცალკე არის ასე ვთქვათ ამისი შესაერთებელი ასე ვთქვათ სადენები და იმის მიხედვით რომ იქ მე ბევრი რაღაცები არ აიხლართოს კეისში და ასე შემდეგ, ძალიან ასე ვთქვათ კომპაქტურად შეგვიძლია აი ეს განვათავსოთ აქ. RGB უკვე ნათება იყო და ესეთი აი ესეთი საკ გადამრთველი პლუს კვების წყაროსთან დამაკავშირებელი. აი ასე ვთქვათ ეს მახასიათებლები არის ასე ვთქვათ კვების ბლოკის. და პლუს აქ წერია მწარმოებელი, აქ წერია რომ აი მოდალური, ნახეთ, მოდალური, რაც ნიშნავდა აი ასეთ რაღაცებს. RGB ნათება აქვს. რა ტიპის არის ATX და ასე შემდეგ. 750 ვატია, 80 პლუს გოლდი. და ასე შემდეგ. აი ეს მახასიათებლები არის აი აქ. ჩამოწერილი მაგის, ასე ვთქვათ, ამ კვების ბლოკის მახასიათებელი. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც თქვით, მძლავრ კომპიუტერებისთვის, იმიტომ რომ თუ ესე იგი ვიდეო კარტა არის, რა თქმა უნდა, მძლავრი და მით უმეტეს ცალკე კვებას მოითხოვს, აქედან გამომდინარე აუცილებელია ესეთ კომპიუტერში რეალური კვების ბლოკი ჰქონდეს. ანუ ყველაზე ესე იგი მეტი ენერგია მიაქვს ვიდეო კარტას, მერე პროცესორს, მერე ოპერატიულს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ რაც უფრო მძლავრია, ხო, ეს ყველაფერი მით უფრო მძლავრია. მეტი კვების ბლოკი გვინდა კი ბატონო, აქედან გამომდინარე შეიძლება ესე ითქვას. და ერთ-ერთი მახასიათებელი, ესე იგი ვატია, რომელიც უნდა დავაზუსტოთ, რომ რეალურია თუ არარეალურია კვების ბლოკებში. და პლუს არსებობს სპეციალური ხელსაწყო კვების ბლოკის ზომი და გაჩვენებს რეალურ კვებას რამდენს გამოიმუშავებს. იმიტომ რომ შეიძლება აქ ახლა მაგალითად ამ კვების ბლოკზე ეწეროს 400 ვატი ან მეტი და რეალურად 200. ხო, შეიძლება რეალურად უფრო სხვა იყოს. თუმცა ამასაც ახლა ვიზუალზე კიდევ ერთხელ გეუბნები ვერ შეატყობ, აგერ უწერია რომ ესე იგი 80 პლუსი აქვს. ოღონ გოლდია თუ რაც არის აქ არ აქვს მითითებული, ანუ მინიმალური მნიშვნელობის არის აქ შემთხვევაში 80 პლუსი რას ნიშნავს? ეს ჩვენ წინა გაკვეთილზე ვთქვით, რომ ესე იგი როცა კვების ბლოკი მზადდება, დამზადების შემდეგ ის გადის ტესტირებას
და თუ ტესტირებიდან გამომდინარე 80%-ზე მეტი შეასრულა თავისი დავალება, მოდი ესე ვთქვათ, ანუ 80% იმუშავა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, აი ამ 80+-ის მარკა ექნება. თუ მეტი შეასრულა, მე 80, ვთქვათ 90%-ით შეასრულა, 80+-ი goldi ექნება. და ენიჭება. ასე შემდეგ რა. თუ მინიმალური შეასრულა 80%-ის შეუძლებელი 80% იქნება, თქვა 82% ან 85 შეასრულა goldi silver-ი, მერე goldi 80+ silver-ი, მერე 80+ goldi და ასე შემდეგ, ანუ რაც მეტად შეასრულებს 80+ ზევით ტესტირებას გაივლის, 80%-ზე მეტს აჩვენებს ტესტირების დროს შედეგს. ანუ კარგი მუშაობა კვების ბლოკი, ესე იგი მის იერარქიულად მიენიჭება ეს 80+-ის მარკა. აი ამას ნიშნავს 80+. ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით, უფრო ცლად ეს თემები შეგიძლიათ ინტერნეტში გადაიკითხოთ, უფრო ცლად მოიძიოთ, რასაც ვერ გაიგებთ. მერე უკვე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ კიდე კონკრეტულად ამ თემებზე. მთავარია თქვენ გადაიკითხოთ, გადაიმეოროთ ეს თემები, მოინიშნოთ რა არის თქვენთვის, ასე ვთქვათ, გაუგებარი და კითხოთ და კიდე უფრო გავარჩიოთ აი ეს თემები. გვაქვს რამე შეკითხვები ამასთან დაკავშირებით? აი 7:47:90 როგორია უკაცრავად რა? აი აგერ არის, ნახე მე ეს ჩვენ ნახეთ. კი ბატონო, ჩვენ ეს ნახეთ და როგორია, ეხლა ვნახოთ, ესე იგი აი 7 47:90. 47:90. კას გარეშე, ხო? კას გარეშე 3.6. აი აგერ არის, ახლა ვნახოთ, გადავიდეთ, ახლავე ჩანს რომ 8 მეგაბაიტი ქეშით არის და ცუდი არ უნდა იყოს, 22 ნანომეტ ტექნოლოგიაზე დამზადებულია, 4 ბირთვიანია, 8 სიხშირით 3 და 6 კი ბატონო. ცუდი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ნორმალურია. კი, ნორმალურია, 4 ბირთვიანია, 8 სიხშირით. და აგერ 22 ნანომეტ ტექნოლოგიაზე დამზადებული. ანუ კიდევ ერთხელ დავუშვებ, სახლის კომპიუტერისთვის და ასე ვთქვათ, თამაშებისთვის და თუნდაც გრაფიკული პროგრამებისთვის არ არის ცუდი. Asus ვიდეო კარტა Asus Strix GTX 960 2 გიგაბაიტიანია რა ოღო. აი ნახოთ დეტალებში, ნახოთ რაზეა საუბარი. აი ეს 2 გიგაბაიტიანია. Asus GTX რამდენი? Asus GTX 960. 960. ახლავე. აი ეს 960. რამდენი გიგაბაიტიანია? 2 გიგაბაიტია. 2 გიგაბაიტია. რამდენი ბიტი აქვს? შეიძლება ესე ითქვას, მოდი აბა ვნახოთ აქ სურათებში გადავიდეთ. აი ვაწყობ კომპიუტერს და რაღაც ცოტა თამაშებისთვის და რაღაცა და ეს ხო არ არის ალბათ ეს. გონიე და აი ეს. GTX 960, ხო? ნახეთ 2 გიგაბაიტიანი, 128 ბიტზე უნდა იყოს წესით ეს მეტი ნაკლები არ იქნება. თამაშებზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, გააჩნია რა სიმძლავრის თამაშებია. ჩვენ თამაშებზე ხო ვისაუბრეთ და იქ თითოეული თამაში მაგის ასე, აი ჩვენს კომპიუტერს რამდენი ოპერატიული აქვს? არის ჩემი ძველი არა გავყიდე ესე ძველი ლეპტოპი ის იყო კომპიუტერი 2 ქონდა რა რამე მეტი არაფერი არ ქონდა. ხო და ამ ვიდეო კარტებზე და ასე შემდეგ, ხო, თუ ამ ვიდეო კარტაზე მაგალითად და იმ პროცესორზე i7-ზე 2 გიგაბაიტი ოპერატიული ქონდა, რა თქმა უნდა ოპერატიული პრობლემა იქნება ესეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ოპერატიული არა ეხლა